რა არის კიბერომი? კიბერთავდასხმა ხშირად უფრო ეფექტური და შედეგიანი, ვიდრე ტანკები და თვითმფრინავები. საქართველო და მსოფლიო, კიბერუსაფრთხოება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემა. უხილავი მტერი. დღეს ასევე ნახავთ, რატომ გახდა ბლოგერობა პოპულარული მთელ მსოფლიოში და რა თემებზე წერენ ბლოგერები საქართველოში. კიდევ ერთი თემა ჩვენს გადაცემაში ინტერნეტის მტრები, ქვეყნები, სადაც ინტერნეტის სარგებლობა იკრძალება, რა არის ინტერნეტ ცენზურა და როგორ ხორციელდება ის პრაქტიკაში. მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემები თქვენთვის უკვე ცნობილია. დავიწყებთ ძირითადი თემით. ტექნოლოგიების განვითარება სამყაროს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. წარსულს შაბარდა დრო, როცა ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ძალებით იზომებოდა. დღეს 21 საუკუნეში კიბერუსაფრთხოება არანაკლებ როლს თამაშობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში, ვიდრე ჩამოთვლილი სამხედრო ძალები. თუ ქვეყნის კიბერსივრცე დაუცველია, ადვილად მოხერხდება ყველა დანარჩენი სისტემის წყობრიდან გამოყვანა. ასე რომ კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კიბერთავდასხმა საქართველოს საკუთარ თავზე 2008 წელს გამოსცადა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. მოხდა ინტერნეტ სისტემებისა და საიტების პარალიზება. ომმა აჩვენა, რომ აუცილებელია კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არსებობდა ესტონეთის გამოცდილებაც. ბალტიის ამ ქვეყანაზე ისეთი კიბერშეტევა მიიტანეს, რომელმაც სრული კოლაფსი გამოიწვია. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების სერვერები მთლიანად მოიშალა. ეს მოხდა 2007 წელს მაისში, ზუსტად იმ დღეებში, როცა ესტონეთის მთავრობამ წითელი არმიის ჟარისკაცის ქანდაკებისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა, ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობა კი ქუჩაში გამოვიდა. მე აღარ მიმიწვდებოდა ხელი საინფორმაციო ვებგვერდებსა და ჩემი ბანკის საიტზე. შემდეგ მივხვდი, რომ თავდასხმის მიზანი ესტონეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის პარალიზება იყო. ჩვენი სახელმწიფო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმის მსხვერპლი გახდა, იხსენებდა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი. ესტონეთის გამოცდილება და 2008 წლის ომი მძიმე, მაგრამ კარგი მაგალითი იყო საქართველოსთვის, რათა კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა დაწყებულიყო. ახლა დასაცავს კიდევ ერთი კიბერსივრცე დაემატა, ანუ სივრცე, რომლის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება მონაცემთა შენახვის, შეცვლის თუ გაცვლისთვის ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით. კიბერსივრცეზე შეტევა კი ქმედებაა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევას, შეფერხებას, განადგურებას ან სხვა სახის ზიანის მიყენებას გულისხმობს. კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მის გარეშე თითოეული ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ არის. ყველაფერი, რაც ფუნქციონირებს ან იყენებს კომპიუტერს ან ინტერნეტშია ჩართული, დიდი საფრთხის ქვეშ დგება. კიბერუსაფრთხოების საკითხზე არსებობს ბუდაპეშტში მიღებული კონვენცია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ წინააღმდეგეს კიბერთავდასხმას და მდგომარეობის სწორი ანალიზი გააკეთოს. ზოგადად ძალიან რთულია მოძებნო ადამიანი, რომელიც კიბერთავდასხმას ახორციელებს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრით შესაძლოა უბრალოდ ინტერნეტ კაფეში იჯდეს და იქიდან ჩადიოდეს დანაშაულს. 2010 წლიდან საქართველოს კიბერსივრცეს და იმ ინფორმაციას, რომელიც ელექტრონული სახით ინახება, ინფორმაციის გაცვლის სააგენტო იცავს. ტექნოლოგიები ვითარდება, ამიტომ რისკები ყოველდღე ახალ-ახალი გამოდის. ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველდღე ამ ახალ რისკებზე გქონდეს რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გავზარდოთ ჩვენი მზაობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც თქვა თეორიულად შეიძლება შემტევი იყოს, ისინი ცდილობენ, რომ ეს ცოდნა პირიქით საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს უფრო ძლიერი ანალოგიური შეტევებისგან, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, ან თუნდაც სრულიად ახალი სახის შეტევებისგან. გარდა ამისა, გარდა კიბერშეტევებისა, არსებობს ბევრი სხვადასხვა კიბერაქტიობა, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუყენოს საქართველოს. მაგალითად, შეიძლება გატეხილი იყოს კონკრეტული ინფორმაციული სისტემა, შეიძლება მოპარული იყოს რაიმე ინფორმაცია კონკრეტულად მოქალაქეზე, რამაც კომპრომეტირება გამოიწვიოს არსებული სისტემის.
2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო თავდასხმები ქართულ ინტერნეტ სივრცეზე. თითქმის ყველა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა. პრობლემა შეიქმნა საინფორმაციო სააგენტოების საიტებსაც. ინტერნეტ კავშირი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეზღუდული და უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო. პირველი, რომელიც ძალიან გავრცელებული მეთოდია, ეს არის ეგრეთ წოდებული DDoS შეტევები. რას წარმოადგენს ახლა DDoS შეტევა? DDoS შეტევა ეს არის შემთხვევა, როდესაც ძალიან დიდი მოცულობის ნაკადი გაიგზავნება რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელზე ან საინფორმაციო რესურსზე. ამ შემთხვევაში აზრი იყო ის, რომ სამთავრობო და საინფორმაციო რესურსები საქართველოსი ყოფილიყო გათიშული ინტერნეტიდან. მეორე ტიპი შეტევის, მეორე მეთოდი შეტევის ეს იყო, როდესაც ხდებოდა საინფორმაციო რესურსების გატეხვა, ან უფრო მიღებული ტერმინი ჟარგონი არის დახაკვა, არასანქცირებული ინფორმაციის განთავსება ამ რესურსებზე და შესაბამისად მათი დავირუსება, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ შემდეგ საშუალება ეს იძლეოდა საშუალებას, რომ ეს რესურსები მართული ყოფილიყო სხვა პიროვნების მიერ. 2008 წლის კიბერშეტევა კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. შეტევები ხორციელდებოდა ერთდროულად რამდენიმე მეთოდით. ამასთან დაერთო ისიც, რომ საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა თბილისსა და ფოთშორის არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ინტერნეტის საშუალებით, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც შეუძლებელი იყო. ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის საიტი განთავსებული იყო იმავე სერვერზე, რომელიც განთავსებული იყო თავდაცვის სამინისტროს საიტი და ეს სერვერი მთლიანად დაახშეს, ასე ვთქვათ. ამავე სერვერზე განთავსებული იყო რამდენადაც მე მახსოვს პრეზიდენტის საიტი, პარლამენტის საიტი, ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის ინტერნეტ რესურსები. ძალიან რთული იყო მაშინ გარკვევა. ჩვენ არ გვყავს უბრალოდ სპეციალისტები იმისთვის, რომ გაერკვიათ საიდან მოდიოდა ეს შეტევა, მაგრამ შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული, ცენტრალიზებული შეტევა იყო მთელ საქართველოზე და კვალი იყო ზუსტად იგივე, რომელიც მიდიოდა 1 წლით ადრე ესტონეთისკენ, უბრალოდ ესტონეთში კიბერშეტევის დამგეგმავებისკენ. ესტონეთში რამდენადაც გახსოვთ, პუტინის ძალიან ახლო მეგობრებმა თანამზრახველებმა პირდაპირ აღიარეს, რომ მან დაგეგმეს ესტონეთის სამთავრობო საიტების წინააღმდეგ შეტევა, საფიქრებელია, რომ საქართველოს წინააღმდეგაც ზუსტად იგივე ძალები მოქმედებდა. მახსენდება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გენერალური დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კიბერშეტევის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს ბომბის მსგავსი შედეგის მომტანი. კიბერომი თანამედროვეობის ახალი გამოწვევაა. პროგრამული თავდასხმა, რომელსაც საბანკო, სამხედრო, სასიცოცხლო სისტემების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ყველაფრის რაც კომპიუტერული სისტემით მუშაობს. საქართველოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ეგრეთ წოდებული პირატული პროგრამული პროდუქტები. ასეთი პროდუქტების გამოყენება ზრდის რისკს, რომ ის ინფრასტრუქტურა იქნება დავირუსებული. და შესაბამისად ეს აძლევს კარგ საშუალებას იმისა, რომ გამოყენებული იქნეს ეს ინფრასტრუქტურა და ქვეყნისათვის საზეიმო. კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცის დაცვა. ამის გათვალისწინებით უკვე არსებობს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტი. პარლამენტში ასევე ინიცირებულია კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. კანონპროექტი გვთავაზობს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რაც დღევანდელმა რეალობამ მოიტანა, სწორედ ამ გამოწვევების კონტექსტიდან გაანალიზებას ახლებურად ვითარების და კიდევ მეტი გარანტიების შექმნას, იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ცნებების დონეზე განსაზღვროთ საკითხთა ისწრება და დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებას. კანონი საშუალებას მოგცემს, რომ უკვე სავალდებულო გახდეს ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის არსებობა, ანუ წესების არსებობა, თუ როგორ უნდა მოაიბრას თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ინფორმაციულ აქტივებს და ასევე შესაბამისი წესები გავრცელდება იმ ინფორმაციულ სისტემებზე, რომელიც ამ ინფორმაციას ამუშავებს.
სწორედ აქედან გამომდინარე, თუ რა კრიტიკულობის არის ინფორმაცია, ორგანიზაცია დაიწყებს შესაბამისი ინვესტიციების ჩადებას ამ ინფორმაციული აქტივების დასაცავად. სოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან დაახლოებით 2 მილიარდი ინტერნეტის მომხმარებელია. ეს ინფორმაცია მეც ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე. ჩვენი ყოველდღიურობა 21 საუკუნეში ალბათ წარმოუდგენელია ინტერნეტ სივრცის გარეშე, თუმცა დაცულები არც ჩვენ ვართ. ჩვენი სამსახურის ან პირადი საყვარელი კომპიუტერი შეიძლება ჩვენ დაუნებურად კიბერომის იარაღი აღმოჩნდეს. ან პირიქით, თავდასხმის ობიექტები თავად ჩვენ გავხდეთ, რადგან თუნდაც მოგპარონ პირადი ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არც ინტერნეტ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონია უსაფრთხო, რადგან ჩამოტვირთული პროგრამა ან თამაში შეიძლება შეიცავდეს ისეთ მავნე კოდს, რომელიც ჩვენი ანგარიშიდან თახის გაქრობას ადვილად მოახერხებს. თუმცა თანამედროვეობაზე და ტექნოლოგიურ განვითარების ფეხდაფეხ მიყოლაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს. კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი რამდენიმე გასათვალისწინებელ რჩევას იძლევა. არ გახსნათ სპამ წერილები, არ უპასუხოთ, არ გახსნათ სპამ წერილში თანდართული ბმულები. სასურველია, რომ არც ელფოსტის მისამართი გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ამ ფორუმზე. დაიცავით სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება. აირჩიეთ მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შემდგარი პაროლი. არ დატოვოთ სახლიდან გასვლის შემთხვევაში ინტერნეტი ჩართული. არასოდეს ჩამოტვირთოთ ან დაინსტალიროთ პროგრამები უცნობი ან არასაიმედო ვებგვერდებიდან. გამოიყენეთ ლეგალური ანტივირუსი, მუდმივად განაახლეთ ოპერაციული სისტემა. გააკეთეთ ეგრეთ წოდებული აპდეიტები და მუდმივად იზრუნეთ თქვენი პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოებაზე. და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს კიბერუსაფრთხოებაზე და განვაგრძობთ სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად წარმოგიდგენთ მას ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლაშა დარსალია. მოგესალმებით ბატონ ლაშა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ. რა ვითარება ქონდა 2008 წელს, როდესაც მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი? მანამდე ზრუნავდა თუ არა სახელმწიფო ან ატარებდა თუ არა ამ მიმართულებით რაიმე სამუშაოებს? რატომ აღმოჩნდა ქვეყანა კიბერუსაფრთხოების კუთხით ასეთ მძიმე სიტუაციაში რუსეთთან ომის დროს? პირველ რიგში თავდასხმა განხორციელდა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ხელში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ონლაინ ინფრასტრუქტურაზე და შემდეგ უკვე საინფორმაციო პორტალებზე და უკვე შემდეგ კერძო ბიზნესის, მათ შორის საბანკო სექტორზე. მძიმე სიტუაციაში რა თქმა უნდა, მანამდე ხდებოდა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული ღონისძიებების გატარება, მაგრამ ერთი რაც იყო დამახასიათებელი იყო ის, რომ სხვადასხვა სფეროში ეს არ იყო ერთიანი პოლიტიკის ნაწილი და არ არსებობდა ერთიანი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეს თვითონ კიბერუსაფრთხოება ახალი დომეინია, ასე ვთქვათ, ახალი საკითხია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის და უშუალოდ 2008 წლის აგრესიამ დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა იყო ჩასატარებელი და რომ არსებობდა აუცილებლობა ყოფილიყო ქვეყნის ერთიანი კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. ბატონ ლაშა, ძალიან საინტერესოა, ჩვენ სიუჟეტში გქონდა, რომ გვაქვს სტრატეგია, ხო, კანონმდებლობა იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამის გარდა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ოდნავ მოგვიანებით, რა ვითარება გვაქვს დღეს? პირველ რიგში აბსოლუტური მზადყოფნა ნებისმიერი კიბერშეტევის წინააღმდეგ ეს არ არსებობს ბუნებაში, ეს არათუ საქართველოს დიდი ქვეყნებისთვისაც საკმაოდ პრობლემატური საკითხია, თუმცა არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რის წინაშე ჩვენ ვდგევართ, არის ის, რომ რაც დრო გადის, ქვეყნის დამოკიდებულება ინფორმაციულ სისტემებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კიდევ უფრო იზრდება, შესაბამისად ქვეყანა უფრო მოწყვლადი ხდება. თუმცა იმ გაკვეთილების გათვალისწინებით, რაც ჩვენ მივიღეთ 2008-დან 2008-ში და მას შემდეგ, ანუ ქვეყანა აქცევს მნიშვნელოვან ყურადღებას კიბერუსაფრთხოების დაცვას და შესაბამისად დაცულობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო თუნდაც 4 წლის უკან. უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აი ამ საკითხში ეს არის საკადრო პოლიტიკა, ანუ საიდან უნდა მოიყვანოს სახელმწიფომ კადრები, ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ამ ტექნოლოგიებს, შეიძლება კერძო სექტორში უფრო მეტად იყვნენ, ხო, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. აი აქ რა ღონისძიებებია გასატარებელი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორი, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურების დაცვა, ვთქვათ, იმავე ომის დროს და მსგავსი შემთხვევების დროს არის უმნიშვნელოვანესი, ხო? სახელმწიფომ საიდან უნდა მოიყვანოს ეს კადრები? როდესაც ვლაპარაკობთ ამ სფეროში ადამიანურ რესურსებზე, ერთ-ერთი საფუძველი ალბათ წარმატებული უსაფრთხოების სისტემის აგებისთვის და მინდა გითხრათ, რომ სტრატეგიაში, როდესაც
ჩვენ მუშაობდით კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო სწორედ განათლების სისტემის ჩამოყალიბება, ამ მიმართულებით წახალისება სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისი კადრებისთვის, ასე ვთქვათ, შესაბამისი საგანათლებლო ბაზის შექმნა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რა მიმართულებითაც სახელმწიფო აპირებს გარკვეული რესურსების გამოყოფას. მეორე ნაბიჯი არის სწორედ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომლის საფუძველიც არის სპეციალიზირებული სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა, მათ შორის მონაცემთა გაცვლის სააგენტო არის, რომელიც არის სწორედ პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. აი, რა იქნება პრინციპი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის? მე როგორც ვიცი, აი ამ სააგენტოს ფარგლებში იქნება სპეციალური ჯგუფები, ხო? აი ეს ჯგუფები რა პრინციპის მიხედვით იმუშავებენ, რომ მოქალაქე შეიძლება მათი გამოძახება თუ ეს რაღაც სხვა პრინციპზეა აგებული? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან პრინციპში უკვე შექმნილია და მისი განვითარება მიმდინარეობს, არის კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ეს პირველ რიგში არის რესურსი, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძირითადად ბიზნესებს, ასევე როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს შეიძლება გამოიყენონ და მათი ძირითადი დანიშნულება არის სწორედ ინტერნეტ სივრცეში არსებული ყველა დიდი კრიზისი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ან საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს სახელმწიფოს, ამის წინასწარ გარკვეული რეაგირების მოხდენა და წინასწარი ნიშნების შემჩნევა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეუძლია მიმართოს ამ ჯგუფს და შესაბამისად კანონმდებლობაზე მინდა გითხოთ, კანონმდებლობის კუთხით რა არის გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ინფორმაციული საფრთხეების შესახებ მალე ამოქმედება კანონი, ხო, ივნისიდან თუ არ ვცდები, ასევე არსებობს სტრატეგია, მაგრამ ეს არის საკმარისი ეს ორი ძირითადი დოკუმენტი, თუ კიდევ ბევრი სამუშაო ამ მხრივ? ეს არ არის საკმარისი, ეს არის პირველი ნაბიჯები, მხოლოდ კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ და სტრატეგია ეს პირველი ნაბიჯებია, რომელთანაც იწყება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთება. პირველ რიგში ეს არის კიბერდანაშაულის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული ხელმოწერილი აქვს და მალე მოხდება მისი რატიფიცირება და ამის საფუძველზე უკვე შესაბამისი ნორმატიული ამ საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, როგორც საერთაშორისო ესეში და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება, რომელიც უკვე უშუალოდ ჩამოაყალიბებს სტრუქტურას და განსაზღვრავს სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ სახელმწიფო უწყებები. დღეს ჩვენი საბანკო სექტორი, სამხედრო სისტემები რა დონეზეა დაცული, თუ იქნება ომი, ამას ჩვენი მტერი ყოველთვის გამოიყენებს, ხო, რომ აი ეს სისტემები გათიშოს უპირველეს ყოვლისა. სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე, რომ ჩამოყალიბდეს კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის მექანიზმი თანამშრომლობის, აი რას გულისხმობს ეს მექანიზმი? კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ, კერძო სექტორმა ინფორმაცია უნდა გაცვალოს სახელმწიფოსთან, თუ აი რა სტრუქტურით მოქმედებს? კონკრეტული ჯგუფების არსებობს, იგივე კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის მათ შორის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება ამისი, როდესაც ძირითადი პრინციპი იქნება არა ინფორმაციის, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გაცვლა, მაგრამ ძირითადი მიზანია კრიზისის შემთხვევაში კრიტიკულ ბიზნესებს, ქვეყნის არსებობისთვის კრიტიკულ ბიზნესებს კონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ არსებული რესურსი, მათ შორის სახელმწიფო რესურსიც კრიზისის დასაძლევად. მთელი მიზანია, ანუ პრინციპი, ძირითადი პრინციპი არის თანამშრომლობის, სწორედ ის, რომ არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენება მოხდეს და ყველა აქტორ შეეძლოს ამ რესურსებამდე მარტივად და პირდაპირ კონდეს. აი თუ შეუძლია თუ არა, მაგალითად შეგვიძლია კონდეს წარმოდგენა სამხედრო შემოტევის დროს, თქვათ, მოწინააღმდეგეს რა შესაძლებლობები აქვს. ვიცით მისი არმიის რაოდენობა, ტანკების რაოდენობა და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რა შემოტევებს გაუძლებს საქართველოს, მაგრამ როდესაც კიბერშემოტევებზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში პატარა სახელმწიფოს შეუძლია ასეთ დიდი სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევა. ქვეყნის სიდიდეზე იმდენად არაა დამოკიდებული, რამდენადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა რამდენად არის ამ ქვეყანაში დაცული. ანუ თუ სახელმწიფო პატარაა, მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დიდ სახელმწიფოს, ხო? კიბერ ომში. კი და არა, ალბათ ერთდროულად, რა თქმა უნდა შეუძლია, ანუ მე ისე თქვა, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სისტემები მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტი კიბერუსაფრთხოების არის საერთაშორისო თანამშრომლობა. იქიდან გამომდინარე, რომ კიბერ ომს ან კიბერ შეტევებს აქვს საერთაშორისო ხასიათი და ამაში როგორც წესი ჩართულია სხვადასხვა ქვეყნების ინფორმაციული სისტემები, ეს ბოტნეტების საშუალებით იქნება თუ სხვა საშუალებებით, მნიშვნელოვანია სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობა და
მარტო ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არათუ პატარა ალბათ დიდი ქვეყანა. რასაკვირველი, აი ჩვენი მომდევნო სიუჟეტი სწორედ არის აი საერთაშორისო გამოცდილებაზე და თანამშრომლობაზე და მე მინდა ანუ ბოლო შეკითხვა დაგისვათ, ზუსტად შემდეგ სიუჟეტი გადაებმება ამ ჩვენ საუბარს. რას გულისხმობს საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო თანამშრომლობა? ვისთან გვაქვს დღეს თანამშრომლობა და საერთოდ არეალი რამდენად ფართოა ჩვენ? Ну, პირველ რიგში საერთაშორისო თანამშრომლობაზე როცა ვლაპარაკობთ, იკვეთება ქვეყნების ორი დიდი ჯგუფი. ერთი არის პირობითად შეიძლება დასავლური და ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნებზე ვილაპარაკოთ და მეორე არის ისეთ ქვეყნები, რომელშიც ერთ-ერთი ლიდერი არის რუსეთი, რომლებიც ну ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება ისაა, რომ თუ ერთი ქვეყნები თუ იქცევიან შედარებით პასუხისმგებლობის მქონენი არიან და საერთაშორისო სისტემაში არ იყენებენ ბოროტად თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, ის ქვეყნები, რომელშიც შედის რუსეთი, ისინი სწორედ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხშირად იყენებენ ამ შესაძლებლობებს. საქართველოს პირველ რიგში თანამშრომლობს პირველი ჯგუფის ქვეყნებთან, ეს არის ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენელ ქვეყნებთან და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების ორგანიზაციებთან, როგორიც არის ნატო. ჩვენ ამ მიმართულებით ავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას და სხვადასხვა და თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი არის სწორედ არსებულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, ეს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი ძალებით კრიზისების დაძლევა. აი ეს თანამშრომლობა თუ გულისხმობს, ვთქვათ, ტრენინგების ჩატარებას, აქ ჩამოსვლა სპეციალისტების ან ჩვენგან საქართველოსთან საზღვარგარეთ წაყვანა სპეციალისტების და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. რა თქმა უნდა, რამდენიმე მიმართულება, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არა მარტო პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობა, არამედ სწორედ ადამიანური რესურსების განვითარება საქართველოში. და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ხარდაჭერა გვაქვს და დახმარება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლაშა დარსალია. სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფომ განცალკევებულად ესე მარტო მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე მიზრუნოს, მით უფრო როცა საქმე გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებასთან. საქართველოსთვის საერთაშორისო თანამშრომლობა არ მარტო საჭირო, არამედ აუცილებელი პირობაა. ჩვენს მომდევნო სიუჟეტში ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე სწორედ საერთაშორისო გამოცდილებაზე მოგიყვებათ. Sir, something really strange going on. რაღაც უცნაური ხდება, ვფიქრობ, უნდა შეხედოთ. Sir, 10 წუთის წინ მატლი შემოვიდა სისტემაში. ასეულობით მანქანა თავდასხმის სხვადასხვა მეთოდებით. ანტივირუსმა ვერ იმუშავა, საბედნიეროდ ჩვენ შევძელით შეჩერება. ეს ნატოს კომპიუტერულ ინციდენტებზე პასუხის გამცემი ტექნიკური ცენტრია. ეგრეთ წოდებული მატლი კი თვითგამრავლების უნარის მქონე ვირუსული პროგრამაა, რომელიც ქსელში ვრცელდება. ამჯერად ალიანსის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრმა თავდასხმის უკუგდება შეძლო. ნატოს წევრ ქვეყნებზე დღეში საშუალოდ 5-6 კიბერთავდასხმა ხორციელდება. ყველა შეტევის დროს სპეციალისტები იკრიბებიან და გამოსავალს ეძებენ. აქ ყველამ უკვე იცის თავის საქმე. პასუხის გაცემა რამდენიმე წუთის საქმეა. NATO's computer incident response capability provides cyber defense services for all. ჩვენი ცენტრი ნატოს ყველა საიტის კიბერთავდაცვას უზრუნველყოფს, იქნება ეს შტაბ-ბინის თუ სხვადასხვა ოპერაციის ან სწავლების ვებგვერდი. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ პრევენცია თავდასხმების, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, ვცდილობთ სასწრაფოდ აღმოვაჩინოთ საფრთხე და ვუპასუხოთ მას. ხანდახან კიბერთავდასხმა წარმატებულია, შესაბამისად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ სისტემა სწრაფად აღვადგინოთ, რათა დაუბრუნდეთ მუშაობის ნორმალურ რეჟიმს. კიბერთავდასხმები თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება. ცოტა ხნის წინ ჰაკერების ჯგუფმა სახელწოდებით ანონიმი მოუწოდა თავის წევრებს, რომ თავდასხმოდნენ ნატოს. მანამდე ცნობილმა ვიკილիქსმა საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა გახადა საჯარო. წამში სხვადასხვა ქვეყნების კომპიუტერები შეიძლება აღმოჩნდნენ თავდასხმის ქვეშ. ეს მსოფლიო პრობლემაა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცდილობს დაეხმაროს მოკავშირეებს საფრთხის არიდებაში. Cyber attacks are increasing every day against კიბერთავდასხმები ნატოსა და მისი წევრების სისტემებზე ყოველდღიურად ხდება. ისინი თანდათან უფრო დახვეწილია, შესაბამისად ნატომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ შეძლოს თავდაცვა მაგალითად ისეთი შეტევისგან, როგორც 2007 წელს ესტონეთზე განხორციელდა.
ნატოს წევრ ესტონეთზე 2007 წელს რუსული კიბერშეტევის შედეგად ქვეყნის ფაქტობრივად ყველა სამთავრობო უწყება, ბანკები, ტრანსპორტი, მედია და კომუნიკაციები პარალიზებული აღმოჩნდა. ესტონეთის მაგალითი გახდა გარდამტეხი ეტაპი ნატოს წევრებისთვის, რათა მათ კიბერუსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის აუცილებლობა დაენახათ. ეს იყო მსოფლიოში პირველი კიბერთავდასხმა მთელ ქვეყანაზე. 2007 most people didn't even understand what 2007 წელს ბევრმა არ იცოდა რა შეიძლება ყოფილიყო კიბერთავდასხმა. 2010 წელს ლისაბონში ნატომ გადაწყვიტა, რომ კიბერუსაფრთხოება ყოფილიყო ახალი სტრატეგიული კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ დიდ ძროებს პრობლემის მნიშვნელობის გაგებაში და ეს ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. 2010 წელს Stuxnet-ის ვირუსმა ყველა კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა. შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ირანის ბირთვული პროგრამა. ყველა სისტემა აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა კიბერთავდასხმის წინააღმდეგ. კიბერუსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ადრიან ვალჩი რუმინეთის ელექტროსისტემის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ის ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზეა, რადგან ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ერთეულს იცავს. სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავთ. აქ რომ რამე აირიოს, მთელი ქვეყანა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. რისკის ქვეშ ჩვენი მეზობლებიც არიან. ყავს ძალიან კარგად გაწვრთნილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის კიბერუსაფრთხოებას. ყოველდღიური ცხოვრება თანდათან უფრო დამოკიდებული ხდება კომპიუტერულ სისტემებზე, ინტერნეტზე. შესაბამისად, ზიანი კიბერთავდასხმის შედეგად შეიძლება განუზომლად დიდი იყოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო უწყებები კერძო სექტორთან უნდა თანამშრომლობდნენ და საერთოდ ძალით ებრძოდნენ საფრთხეს. ნატოსთან ერთად კიბერუსაფრთხოების სისტემაში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირიც. Sometimes you don't know where the attack comes from and sometimes it can affect. ხანდახან არ იცი საიდან მოდის საფრთხე და ის აზიანებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ეს სახიფათოა როგორც ჩვენთვის, ასევე ნატოსთვის. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ საფრთხეს. ჩვენი სისუსტით, მხოლოდ კრიმინალები ისარგებლებენ. ამიტომ მათ ეს შანსი არ უნდა მივცეთ. კიბერთავდასხმა ბევრი ქვეყნისთვის უკვე აღიქმება როგორც პირდაპირი აგრესია. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს მის მოკავშირეებს, რომ კიბერშეტევას პასუხი ერთობლივად გასცენ. I think is a powerful sort of political signal that we do not consider that ფიქრობ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია, რომ ჩვენ არ აღვიქვამთ კიბერთავდასხმას როგორც კონფლიქტის მისაღებ ფორმას. ეს შეტევა კომპიუტერით კი ისეთივე მიუღებელია, როგორც ტანკებით თუ თვითმფრინავებით. is just as unacceptable as an attack by tanks. 2012 წელს ყველაზე მძლავრი კიბერთავდასხმა კვლავ ირანზე განხორციელდა. შეტევის შედეგად ქვეყნის ბირთვული პროგრამა დროებით მწყობრიდან გამოვიდა. ვირუსები, არალიცენზირებული საინსტალაციო პროგრამები, სწრაფი შეტევის მეთოდები, არეკლილი შეტევა, მომსახურების დანაწილებული შეჩერება, ჭია და ასე შემდეგ. ეს ტერმინები ბუნებრივია მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა გასაგები. ახლა გვინდა მოგიყვეთ სწორედ ამ ჩამოთვლილ ტერმინებზე, მათ შინაარსზე, ძირითად იარაღებზე, რომლებიც კიბერ ომის დროს დღემდე გამოიყენეს. ჩვენი მომდევნო სიუჟეტი იწყება ინტერვიუთი ყოფილ ჰაკერთან, რომელიც დღეს რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებას იცავს. ჩარლი მილერი ყოფილი ჰაკერია, დღეს ის საკუთარ გამოცდილებას კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებს უზიარებს. მილერი რამდენიმე სერიოზული კომპანიის და ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს. არ მალავს, რომ ჰაკერობა მისთვის ჰობიცაა და საყვარელი საქმიანობაც. ზოგს უყვარს კროსვორდების შევსება, მე კი მიყვარს სისუსტეების მოძებნა პროგრამებში და ქსელში. ეს გამოწვევა სახალისოა, მე მომწონს ჩემი საქმე. ვის თუ არა ყოფილ ჰაკერს შეუძლია რომ იპოვოს სისუსტეების სისტემაში. საკუთარ უნარებს ჩარლი მილერი დღეს კიბერუსაფრთხოებისთვის იყენებს. კომპანიები სპეციალურად ხოვენ მათი ქსელის და პროდუქტების გატეხას, რათა ზუსტად იცოდნენ თუ სად არის მათი სისუსტეები. სულაც არ არის აუცილებელი კარგად ფლობდე კომპიუტერს, მთავარია იპოვოს სისუსტეების სისტემაში. წინასწარ უნდა შეაფასო რა გინდა მოძებნო ხვრელები. მეთოდები მრავალგვარია. საფრთხის ზრდის გამო კომპანიები უკვე იძულებულნი არიან გამოუშვან გაცილებით დაცული პროგრამები, უფრო მეტად იზრუნონ ქსელის უსაფრთხოებაზე. კიბერდამნაშავეები შეტევისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ვირუსებით შესაძლებელია როგორც ერთი კონკრეტული კომპიუტერის დაზიანება, ასევე მთელი ქსელის. არსებობს რამდენიმე ტიპის ვირუსი, რომლებიც განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული და ძლიერი ეს არის ეგრეთ წოდებული DDoS შეტევა, როდესაც ძალიან ბევრი კომპიუტერისგან შექმნილი სისტემა თავს ესხმის მილიონობით კომპიუტერს, რომლებიც ძირითადად ერთ სისტემაში არიან ჩართული.
წარმოიდგინეთ უბრალოდ ეს რამოდენიმე მილიონი კომპიუტერი იწყებს სულ ერთია რაღაცა ინფორმაციის ერთდროულ გადაცემას რაღაც დანიშნულების ადგილას, უბრალოდ შეიძლება გადატვირთოს ამ სერვერის თუ ამ დანიშნულების ადგილის რესურსები და ფაქტურად გამოიყვანოს წყობრიდან, შეიძლება ახლა ფიზიკურად არ დაიწვას და არაფერი არ მოუვიდეს იმ სერვერს, მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივ მომხმარებელს უკვე ვეღარ მოემსახურებს. არის ვირუსები, რომლებიც საინსტალაციო პროგრამებს მოყვება ან ინტერნეტშია განთავსებული. ვირუსების მიერ გამოწვეული ზიანი არც ისე დიდია, მაქსიმუმ იმ კონკრეტული კომპიუტერის დაზიანება და გათიშვა გამოიწვიოს, რომელშიც მოხვდება. საფრთხის შემცველია ეგრეთ წოდებული სპამიც. თქვენ მოგდით მილიონი რაღაცა უაზრო საფოსტო შეტყობინება რაღაცის შესახებ, რაც სრულიად არ გაინტერესებთ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც თქვენ კომპიუტერზე წვდომის მიღების მცდელობა, რომ თქვენ ფაილებზე ან თქვენ კომპიუტერში შენახულ ინფორმაციაზე რაღაც წვდომა იყოს. შეიძლება იყოს უბრალოდ ხულიგნობის დონეზე, რომ წყობრიდან გამოიყვანონ თქვენი კომპიუტერი, უმეტესწილად ოპერაციული სისტემით. კიბერთავდაცვის საშუალებების განვითარებასთან ერთად იხვეწება შეტევის იარაღიც. შესაბამისად 100%-იანი დაცვა და სრული კიბერუსაფრთხოება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ეს არის მსოფლიო პრობლემა, რომლის დამარცხებასაც მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევა არ ეყოფა. ძალიან რთულია გაკონტროლება იმისა, თუ ყოველი მომხმარებელი რას აკეთებს და ასევე ძალიან რთულია ყოველი მონაცემთა ნაკადის ანალიზის და დროული რეაგირება თუ იქ რაღაცა ანომალიური სურათი გამოჩნდა. აი მართლა მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია 100%-იანი თავდაცვა ასეთი. თუმცა რაღაც საშუალებები არსებობს მსოფლიო მასშტაბით კეთდება ეს, იმიტომ ალბათ შეუძლებელია ერთი ქვეყნის მასშტაბით ეფექტურად მაგის გაკეთება, ეძებენ ამ წყაროებს, ამ შეტევების და შესაბამისად რაღაც სიხშირით ხდება ამ ბოტნეტების გათიშვა. კიბერუსაფრთხოება ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ცდილობენ გაერთიანონ ძალები 21 საუკუნის ამ მძლავრი იარაღის დასამარცხებლად. კიბერუსაფრთხოების თემაზე საუბარს ამით ვასრულებთ. ახლა კი გვინდა შემოგთავაზოთ რეპორტაჟი ბლოგებისა და ბლოგერების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი მედია საშუალება. თავიდან ბლოგები ინტერნეტში განთავსებული პირადი დღიურის სახეს ატარებდა. თანდათან გავლენა და მნიშვნელობა გაიზარდა. დღეს ბლოგებს საკუთარი აზრების გასავრცელებლად იყენებენ. თუ იდეა, სტატია, მოსაზრება საინტერესოა, თქვენი ნაწერი შეიძლება მილიონობით ადამიანმა წაიკითხოს. ბლოგერობა ნებისმიერ შეუძლია, ამიტომ იდეების გავრცელების ეს ფორმა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა. ცნობილი ბლოგერების ნაწერები ხშირად ხდება ფართო საზოგადოების განხილვის საგანი. ბლოგერობა პოპულარულია საქართველოშიც. ბლოგერებს ჩვენი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე შეხვდა. პირადი ცხოვრება, კრიტიკა, განსხვავებული აზრი. ეს არის ის, რასაც ბლოგერების დიდი ნაწილის ნაწერებში შეხვდებით. სახელწოდება წარმოიშვა ვებლოგიდან, რაც ნიშნავს ვებ ჩანაწერს, ვებ ჟურნალს. მოგვიანებით პიტერ მერჰოლცმა შემოიღო ტერმინი ბლოგი. ეს არის ვებგვერდი, რომელშიც ინფორმაცია უკუ ქრონოლოგიურად არის განლაგებული და თითოეულ ჩანაწერზე არის კომენტარის გაკეთების საშუალება. ეს არის ერთგვარი მედია საშუალება, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა შექმნას. ბლოგები არის ყველა თემას დაწყებული ვიწრო რაღაც ბიზნეს ინტერესიდან, ან ვიწრო ტექნოლოგიური ინტერესიდან დამთავრებული რა ვიცი პოლიტიკით და რითიც გნებავთ. დოდი ხარხელი ერთ-ერთი პირველი ქართველი ბლოგერია. გავხსენი მეც ბლოგი, რომელიც თავიდან იყო შექმნილი იმისთვის, რომ ყველა მეგობრისთვის ერთდროულად არ მეთქვა გუშინ რა მოხდა ჩემს თავს. ჟურნალმა ტაიმმა თქვა, რომ შესაბამისად ინტერნეტი არის ისეთი, როგორცაც მას ქმნის ჩვეულებრივი მომხმარებელი. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი რაღაცა პატარა საქმეს წევს ხო, რაც მას აინტერესებს, იმას ანთავსებს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შევკრიბოთ და შევაჯამოთ, მივიღებთ ინტერნეტის სახეს, იმიტომ რომ უფრო მეტია ჩვეულებრივი ადამიანის მიერ დადებული ინფორმაცია, ვიდრე მისი, ვისთვისაც ეს სამსახურია. WordPress-ი, Blogspot-ი, LiveJournal-ი, Blogrol-ი ეს არის პლატფორმები, რომლებსაც ხშირად ბლოგის შესაქმნელად იყენებენ. თქვათ ფული არ დახარჯა იმაში, რომ გააკეთო ჟურნალი მოდაზე, შეგვიძლია გააკეთო ბლოგი მოდაზე. და იგივე კულინარიული ბლოგი არის ძალიან ბევრი და ამაში იაფია ალბათ და თანამედროვეა. და უფრო ხელმისაწვდომი ხარ შენი კითხვებისთვის და არ დევხარ გასაყიდ კიოსკში ძალიან დიდი ხანი. ბლოგი იძლევა უფრო მეტად საკუთარი კრეატივის განვითარების საშუალებას, ანუ იქ არავინ არ გიმოწმებს შენ ნაწერს, არავინ არ გიმოწმებს როგორ ფოტოს მოძებნი ამის დასადებად, ამას ან პოსტში დასადებად.
ბლოგერები არიან ადამიანები, რომლებიც როცა სურთ და რა თემაზეც სურთ, გამოხატავენ საკუთარ აზრს. ზოგჯერ განსხვავებული აზრი დიდი კამათის მიზეზი ხდება. ნებისმიერი ადამიანი არის ბლოგერი, არ ნიშნავს რაღაც განსაკუთრებული სიტყვა არ არის. თითქმის იგივეა, შენ რომ მიდიხარ სახლში, ქუჩაში დაინახავ რაღაც საინტერესო ფაქტს, გადაუღებ ფოტოს და ატვირთა Facebook-ზე. და ამით შენ მე ამ ფოტოზე რაღაც ვიღაცები დაგიკომენტარებენ რაღაცას, მე დააშიარებენ, გაიგებს ბევრი ხალხი და შენ უკვე ხარ ტიპი, რომელმაც რაღაც კონკრეტული ამბავი მიაწოდა საზოგადოებას. საქართველოში ყველაზე პოპულარულ ბლოგებს ყოველდღიურად საშუალოდ 500 მნახველი სტუმრობს. არის შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მკითხველების რაოდენობა დღის განმავლობაში 3000-ს აღწევს. ბლოგერებს აქვთ საკმაოდ დიდი გავლენა. ხოლმე რა, იმიტომ რომ ისევ და ისევ თუნდაც 500 კაცი კითხულობდეს იმის ბლოგს, ეს 500 კაცი ენდობა ამას და შეიძლება იქ პოპულარულ პორტალზე განთავსებულ ბანერს უფრო ნაკლებმა ადამიანმა მიაქციოს ყურადღება და ის ნაკლებად უფრო გავლენიანი აღმოჩნდეს აზრის ფორმირების თვალსაზრისით, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ბლოგერის მიერ დაწერილმა ერთმა პოსტმა გამოიწვიოს რაღაცა გარკვეული შედეგი. ბლოგი არის რეკლამისა და პოპულარობის მოპოვების ერთ-ერთი საშუალება. კომპანიები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა წრე დაინტერესდა ინტერნეტით და შესაბამისად იმ ხალხით, ვინც ინტერნეტში აქტიურია და ვისაც შეუძლია რომ რაღაცა მიმართულებით ხალხის აზრი შეცვალოს. მოთხოვნა ის რომ ეხლა უნდა დაწერო ავაზე რომ კარგი, ეს არასოდეს არ არის და ეს თუ არის, მით უარესი იმ კომპანიისთვის. ანუ ის რომ შენ უბრალოდ გაჩვენებს თავის არ ვიცი რა ახალ პროდუქტს თუნდაც შენ ეს მოგწონს წერს რომ წერ რომ მოგწონს არ მოგწონს წერ არ მომწონს და წერა თუ არ მომწონს. ბლოგერები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. არიან დამოუკიდებელი, ასევე მედია საშუალებებზე, კორპორაციებსა თუ ინსტიტუციებზე მიბმული ბლოგერები. ეხლა რასაც წერ ახალს, ასე ვთქვათ, წერ პირდაპირ ბლოგერ ჯიზე. და მე ვაკოპირებ ლინკებს, ვთქვათ, blogger.com-ზე ან ჩვენი კომპანიის ბლოგზე, ან Facebook-ში და ასე შემდეგ. გამოცემები ცდილობენ მიიზიდონ მკითხველი სწორედ ამ თავისი ინდივიდუალური ტიპებით, რომლებიც თავისი ენით უფრო მხიარულად, უფრო ინდივიდუალურად, კრეატიულად გადმოსცემენ ამა თუ იმ ნიუს ან თავის აზრს. მე თუ დავწერე რომ სადღაც რაღაც მილი გასკდა, ამას დისკუსია არ მოხდება. მაგრამ მე თუ დავწერე რომ ძალიან გამიხარდა რომ ეს მილი ბოლოს და ბოლოს გასკდა, იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მიტყვენ რომ კი, ჩვენც გვიხარია და იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად შემეწინააღმდეგებიან, რომ როგორ შეიძლება შენ გაგიხარდეს რომ მილი გასკდა. შესაბამისად შედგა დისკუსია, დაემატა ბევრი სხვადასხვა განხრა, რაც არის სოციალური მედიის მთავარი მუღამი, რომ არ არის სამხრივი. ლაშა ქავთარაძე, რომელიც მომავალი ჟურნალისტია, ბლოგზე აქტიურობის შედეგად ერთ-ერთმა მედია საშუალებამ მიიწვია ბლოგერად. როდესაც საუბრობთ მედია საშუალებებზე მიბმულ ბლოგებზე, აქ რა ჩემი აზრით ესენი არ არის ბლოგები, ესენი არის უფრო სვეტები, რომლებიც ადრე იყო სვეტები, ეხლა ქვია რატომღაც ბლოგები, ალბათ იმიტომ რომ მედია საშუალებები გახდნენ უფრო ონლაინ რეჟიმში გადავიდნენ და რაღაც შეიცვალა სახელი უბრალოდ სვეტმა, დანარჩენი არაფერი არ შეცვლა. ბლოგერობა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, სადაც ინტერნეტია ხელმისაწვდომი. არსებობენ გავლენიანი ბლოგერები, რომლებისთვისაც ბლოგერობა პროფესიად იქცა და შემოსავლის სერიოზული წყაროა. სოფლიოში ბლოგერები, რომლებიც მარტო ბლოგისგან აკეთებენ ფულს, აკეთებენ სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმების ხარჯზე. ანუ შემოსავალი რა არის? ხო, იქ თუ ბანერი დაიდება, ან რეკლამა თუ დაიდება. ძირითადად ესეთი არის Google AdSense და სხვადასხვა რეფერალ საიტები. ანუ შენ მე თუ გავლინკე ესა თუ ის პროდუქტი ჩემს პოსტში და იქიდან გადავიდა ვიღაცა და იყიდა, მაშინ ეს პროცენტი ჩამერიცხება მე. ცნობილია რამდენიმე ეგვიპტელი ბლოგერი, რომლებიც იყვნენ დიდი რევოლუციის ინიციატორები, რის გამოც ისინი დაიჭირეს და შედეგად ბლოგერების მხრიდან უფრო მასშტაბური საინფორმაციო შეტევა მიიღეს. გავიხსენოთ რუსეთის მაგალითიც. ალექსეი ნავალნი, რუსი ბლოგერი, რომელიც ამერიკულ ჟურნალ ტაიმის გამოქვეყნებულ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შევიდა, რადგან მან შეძლო დიდი ოპოზიციური ძალის მობილიზება სოციალური ქსელის მეშვეობით. უბრალოდ კი არ წერს რომ რაღაცა ცუდია, რაღაცა კარგია, არამედ ასაბუთებს. მისი პოსტები არის ყოველთვის დასაბუთებული. იმის ეს გახმაურებული პოსტი იყო, რომელშიც მოიყვანა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც გაზპრომმა გაიყვანა სადღაც მილსადენი და პირდაპირ წითელი ფანქრით იყო გასმული, რომ თუ ამაში ამდენი დაიხარჯა, თუ ამაში ამდენი, ესე იგი აქ არის მოპარული ამდენი მილიარდი. სოფლიოში ბლოგერების უმეტესობის ასაკი მერყეობს 25-დან 44 წლამდე ადამიანებს შორის.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბლოგერების რაოდენობით ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა კი ჩვენი ჟურნალისტი თაკო სურგულაძე ინტერნეტ შეზღუდვებზე მოგიყვებათ. ინტერნეტის მტრების სიას სათავეში შემდეგი ქვეყნები უდგას: საუდის არაბეთი, ბირმა, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, კუბა. ამ ქვეყნების მაგალითზე გაჩნდა ახალი ტერმინი ინტერნეტ დისიდენტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ციხეში იმის გამო მოხვდნენ, რომ ინტერნეტში საზოგადოებრივი პოლიტიკური თემების მიმართულებით აქტიურობდნენ. ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აქვეყნებს ინტერნეტის მტრებად წოდებულთა სიას, რომელიც 12 ქვეყანას მოიცავს: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბირმა, ჩინეთი, კუბა, ირანი, სირია, თურქმენეთი, უზბეკეთი და ვიეტნამი. ამ ქვეყნებში მოქმედებს კიბერცენზურა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტერნეტ ფილტრაცია, ანუ იბლოკება გარკვეული საიტები. აკავებენ აქტიურ ბლოგერებს, ამ ქვეყნებში ინტერნეტ დისიდენტები არსებობენ. გასული წელი ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა წინააღმდეგ განხორციელებული განსაკუთრებული ძალადობით აღინიშნა. აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის 2011 წელს 5 ქსელური მოქალაქე მოკლეს და 200-მდე დააპატიმრეს. 2010 წელთან შედარებით ეს ვირტუალურ სამყაროში ძალადობის 30%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ინტერნეტის მტრების სიაში მოხვედრილი სახელმწიფოების გარდა დასახელდა ქვეყნები, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. ამ სიაში მოხვდა ყაზახეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, რუსეთი, თურქეთი, ტაილანდი. ეს ქვეყნები კომბინირებულ ცენზურას ახორციელებენ, არა მარტო შერჩეული წყაროებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ამცირებენ, არამედ ინტერნეტ დისიდენტების თვალთვალსაც აწარმოებენ. ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით მსოფლიოში 2011 წელს მდგომარეობა გაუარესდა. ამის მთავარი მიზეზი ის შეზღუდვებია, რომელიც რიგ სახელმწიფოებში მოსახლეობის საპროტესტო აქციებს მოჰყვა. მიტინგების ორგანიზებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა სოციალური ქსელები. არადემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობებმა მთავარი შეტევა სწორედ სოციალურ ქსელზე მიიტანეს. რა თქმა უნდა, ბლოკავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ადამიანების მობილიზება მოხდეს. ძალიან ისე წამებში შეიძლება გავრცელდეს საჭირო ინფორმაცია და შესაბამისად იქ წერტილოვანი მოქმედებები ძალიან კარგად დაიგეგმოს. მაგრამ მაინც ანუ შეუძლებელია უბრალოდ ამ ყველაფრის კონტროლი, იმიტომ რომ არ არსებობს ძალიან ბევრი გზა არის, რომ მიხვიდე იმ კომუნიკაციის საშუალებამდე. ეგვიპტეში შარშან რევოლუცია სწორედ ინტერნეტის საშუალებით დაიწყო, ამიტომ ხელისუფლებამ მაშინვე დაიწყო ინტერნეტის შეზღუდვა. აქციის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს და ინტერნეტს მობილური ტელეფონის საშუალებით იყენებდნენ. ეგვიპტეში რომ დაიწყო საპროტესტო გამოცვლები, რომელიც როგორც ცნობილია აგორდა ინტერნეტით, ხო? პირველი რაც ქნეს გათიშეს ინტერნეტი. ირანში 2009-2010 წლებში იყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არცნო დამაჯერებლად ხალხმა და ესეც შემთხვევა იყო და გამოვიდნენ ქუჩაში. იქაც პირველ რიგში გათიშეს ინტერნეტი, მაგრამ ეხლა როგორც ამბობენ, უკვე ამ რეჟიმებმაც ისწავლეს ჭკუა და იმის ნაცვლად რომ გათიშონ ინტერნეტი, მატულობს პროსახელმწიფო კომენტარები, როგორც ვარაუდობენ, კირობენ ადამიანებს, რომელსაც აქვთ იქით სამსახური, რომ რაღაცნაირად ეს საპროტესტო მუხტი გაანელონ. ინტერნეტ შეზღუდვის მაგალითი იყო თურქეთიც, როდესაც YouTube-ზე გავრცელდა ათათურქის შეურაცხმყოფელი ვიდეო. საიტი დაბლოკეს. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ეს სერვისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა მუშაობდეს და დაუგზავნა ეს თავის განაჩენი შესაბამის ორგანიზაციებს, რომელიც აწვდიან ინტერნეტს. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი თბილისში ვინც არიან ინტერნეტის მომწოდებელი პროვაიდერები, ყველას რომ გაუგზავნოს სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს. შესაბამისად თურქეთის ყველა პროვაიდერი დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ გათიშა, ყველამ რო გათიშა, ზოგადად თურქეთის ტერიტორიაზე გაითიშა. ინტერნეტთან დაკავშირებულია კიდევ ერთი პრობლემა. მოზარდების გადამეტებულმა ინტერესმა მშობლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ამისთვის ამერიკელი სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ სკოლებში შეიზღუდოს ყველა სახის გასართობი გვერდი, რომელსაც სასწავლო პროცესთან კავშირი არ აქვს. მათ შორის გაკონტროლდეს ამ სახის კომერციულ სოციალურ ქსელებში მოსწავლეთა მხრიდან შეღწევის ყველა მცდელობა. სასწავლო დაწესებულებებმა საიტების ბლოკირება უნდა მოახდინონ. ინტერნეტ სერვისებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები, როდესაც მომხმარებელს არ აქვს უფლება ატვირთოს გარკვეული მასალა. მაგალითად, YouTube-ზე აკრძალულია პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო მასალის ატვირთვა, ასევე საავტორო უფლებების დარღვევის შემცველი, ძალადობის მომწოდებელი მასალა. მსგავს კატეგორიას განეკუთვნება ონლაინ კაზინოებიც. დიდი სკანდალი იყო Google-სა და ჩინეთის მთავრობას შორის, როდესაც სახელმწიფო Google-ისგან ითხოვდა, რომ გარკვეული ინფორმაცია ჩინეთის მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელი ყოფილიყო. ცნობილი იყო, რომ ჩინეთის მთავრობა უგზავნიდა Google-ს სიას იმ ვებგვერდებისა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მოძებნადი და ასევე იმ სიტყვათა ჯაჭვს, რომელსაც ვერაფერს ვერ იპოვეთ.
ანუ ფაქტიურად ჩინეთში რომ დამჯდარიყავდა რაღაც რო აგიკრიფა, არ გიპოვიდა, თითქოს არ არის. ამის ნუ ეხეთ მაგალითი არის ჩინეთში ტიანანმინის მოედანზე იყო გამოსვლები და რო აგიკრიფა ჩინეთის ტერიტორიიდან Google-ში მოედნის სახელწოდება, განახებდა მხოლოდ ტურისტულ ფოტოებს. მსოფლიოს დანარჩენი მხრიდან კიდე გაჩვენებდა არა მარტო ტურისტულს, არამედ იმ გამოსვლების ფოტოებსაც. მაგრამ Google ასრულებდა ამ პირობას, მაგრამ მაინც მოხდა დაპირისპირება Google-სა და რაღაც კონფლიქტი მოხდა მთავრობას შორის და მთავრობამ თქვა, რომ მაშინ ჩვენ Google-მა თქვა უბრალოდ, რომ ჩვენ მაშინ აღარ გავფილტრავთ შედეგს. მთავრობამ თქვა, ნუ მაშინ შეფერხდება თქვენი სერვერების მუშაობა. 2008 წელს საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც ქართველი ბლოგერის აკაუნტებზე ნიკით სოხუმი თავდასხმა მოხდა. ბლოგერი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ წერდა და ავრცელებდა ინფორმაციას YouTube-ის, Twitter-ისა და Live Journal-ის საშუალებით. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი და დაახლოებით 9 წელი ჩემი ბლოგი იყო გათიშული. მე მაისში რო აღადგინეს, რამდენიმე თვე იმუშავა ბლოგმა და ისევ ჩვენი აგვისტოს ომის წლის თავზე 2009 წლის 6 აგვისტოს იყო მეორე დიდოს ატაკა, ძალიან ძლიერი, როცა ჩემი Live Journal-ის ბლოგი, სოხუმი livejournal.com blogspot-ზე, YouTube-ზე, Twitter-ზე და Facebook-ზე იყო ძლიერი შეტევა. ამ დროს გაიტიშია Live Journal-ი, Twitter-ი და Facebook-ი. YouTube-ი და Blogspot-მა გაუძლო შეტევა და განაგრძელა მუშაობა. ეს იყო ძალიან ძლიერი შეტევა, რომელიც შევიდა დიდოს ატაკების ათეულში, მსოფლიო ათეულში. ყველასგან განსხვავებული სივრცეა სკანდინავიის ქვეყნები და ისლანდია. უახლოეს მომავალში ეს სახელმწიფოები ინტერნეტს სამოთხედაც იქცევა. ფინეთმა ინტერნეტთან წვდომის უფლება თითოეული მოქალაქის უზენაეს უფლებად გამოაცხადა. ისლანდიაში კი უახლოეს მომავალში აპირებენ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მკაცრად დაიცავს ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფლებას, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობას. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. უყურეთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს ყოველ შაბათს საღამოს 9 საათზე. დროებით